სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. არც და იყო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ. დღევანდელ დღეს ნათლის ღებას აღნიშნავს მოგეხსენებათ ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია და ნათლის ღებასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის გვაქვს ესეთი დამოკიდებულება რომ ეს იყო და სწორიც რა თქმა უნდა სახარების მიერ მოთხრობილი რომ იყო რომ იესო ქრისტე მობრძანდა იორდანეში სადაც იოანე ნათელს სცემდა და მან მისგან მიიღო ნათლის ღება და ნამდვილად ასეა. ეს არის ერთი ვთქვათ ისტორიული მოვლენა რომელიც სახარებაში აღესრულა, მაგრამ არის ძალიან ღრმა უფრო სხვა დიდი მოვლენა რომელიც ამ ნათლის ღების დროს აღესრულა და რომელიც ეხლა უნდა მოხდეს ჩვენს გულებში და ჩვენს სულებში აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ერთია ნათლის ღება, მაცხოვარს კი არ სჭირდებოდა ეს. მაცხოვარი ჩავიდა წყალში იმიტომ რომ მან თავისი თავი ჩვენ სრულად მოგცა მის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. წყალში ჩავიდა იმიტომ რომ ამ წყლის მიღებით ჩვენი განწმენდა მოხდეს. მას კი არ ჭირდა განსაწმენდელი არაფერი. თვითონ ჩვენგანს ჭირდება განწმენდა ისევე როგორც რაღაცა რომ გაჭუჭყიან ხელი რომ გაგიჭუჭყიანდება სად მიდიხარ წყალთან მიდიხარ ამ ხელის დასაბანად იცოდეთ რომ ამ წმინდა წყალთან მიდიხარ სწორედ იმიტომ რომ თუ რაიმე სულიერი ჭუჭყი არის შემოსული შენში უნდა მოხდეს ამ ცოდვის აღიარება მონანიება და ჩამობანა ამ ცოდვებისა სწორედ ამ წყლის მეშვეობით ნათლის ღების მეშვეობით მაგრამ კიდევ უფრო ღრმა სულიერი რამ რაზეც გითხარით მე რომ მოხდა მეთქი ამ დღეს ეს არის რომ გამოცხადება იყო ყოვლადწმინდა სამებისა და ამ დღესასწაულს რომ იცოდეთ ლიტურგიკულ საკითხებში არსად არ წერია ნათლის ღება ყველგან წერია განცხადება რა რომელ განცხადებაზეა საუბარი ეს გახლავთ ყოვლადწმინდა სამების გამოცხადება რომ მაცხოვარი განკაცებული ღმერთი წყალში არის ჩასული ზეციდან ისმის ხმა ეს არის ძეჩემი საყვარელი და სულიწმინდას ტრედის სახით გარდამოდის და დაივანებს მას. მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამისთვის ერთი აუცილებელი პირობაა საჭირო. როგორ წერია სახარებაში. მოდის იოანე ნათლისმცემელთან მაცხოვარი და ეუბნება რომ თვითონაც აპირებს მონათლას აი ამ წყალში. და იოანე ნათლისმცემელი ეუბნება არაო, მეო შენგან უნდა მივიღო ნათლის ღებაო, ჩემგანო როგორ გავბედაო. მაცხოვარი ეუბნება არა. როგორც წერია ისე უნდა ახსოვდეს და იოანე სრული მორჩილებით აღასრულებს აი ამ ნათლობას. ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ჩვენ რო ვიცით ხოლმე ესეთი რომ მე არ ვარ ამის ღირსი და მე ამას ვერ ვიზავ. იოანეს რომ ასე გაეკეთებია, განცხადება იქნებოდა თუ არ იქნებოდა? ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ იოანეს ამ მორჩილებამ უამრავ ადამიანს ვინც იქ იმყოფებოდა 1000-ები იყვნენ თუ 10000-ები თუ 2000 არა აქვს მნიშვნელობა განცხადების საიდუმლო გაუმხილა იოანეს მორჩილებით ახსოვდა ამიტომაც ვისაც უნდა რომ ამ წყლის მიღებით მასში შემოვიდეს სწორედ ესეთი განცდა განცხადება ყოვლადწმინდა სამებისა რომ მამა ზეციერი გეუბნება ესე არის ძეჩემი საყვარელი რომელიც განწმენს ამ წყალს სულიწმინდის მოქმედებით და შენ ამ წყალთან მიახლების საშუალება გაქვს ეს თუ გინდა რომ შენში შემოვიდეს ამისთვის სრული თავმდაბლობა და სრული მორჩილება არის საჭირო. ოღონდ ამას სწორი გაგება ჭირდება. არაურიოთ ერთმანეთში არც თავმდაბლობა, არც მორჩილება, არც მონობას და არც რაღაცა უთავმოყვარეობას. თავმოყვარეობაც საჭიროა თავისი დოზით და მონობა არ არის კიდევ მინდა გითხრათ ეს მორჩილება. ეს გახლავთ იმ სიყვარულის გამოხატულება, რომლითაც იოანე ნათლისმცემელი ემორჩილება ქრისტეს და მილიონთათვის უკვე გაცხადება მოხდება ყოვლადწმინდა სამებისა. ამიტომაც ამ წყალს როდესაც მიახლებით, გახსოვდეთ რომ აი ესეთი გაცხადების წყალი არის ესა და იყოს ეს წყალი თითოეული ჩვენგანისთვის ცოდვების მომტევებელი. იყოს ეს წყალი თითოეული ჩვენგანისთვის ახალი კაცის დამბადებელი. იყოს ეს წყალი თითოეული ჩვენგანისთვის რაღაც აი ამ ყველანაირი ჭუჭყის ჩამოსაშორებელი და ყველანაირი მავნე და მანკიერი თვისებების მომსხობი და ახალ კაცის დაბადებაში გულისხმობ სათნოებით, სიყვარულით, ურთიერთ პატივისცემით დაბადებულ ადამიანს
რომელსაც უყვარს ღმერთი და უყვარს მოყვასი. ამინ. ნალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტეს. კიდევ ერთხელ გილოცავ. მოგზანდით ჯვარს ევზით.